გამარჯობა, ამ ვიდეოში უკვე ვიწყებთ საწოლის კეთებას, საწოლის უკან თაროების კეთებას, სადაც იქნება მაცივარი და ზევით უკვე ელექტროობა. ესე იგი, დღეს გავაკეთებ აქ ესეთ თაროებს, სადაც იქნება მაცივარი გამოსასრიალებელი, ეს გამოსრიალდება და აიწევა და ზევით უკვე ელექტროობა და ჩამრთველები და კონტროლერები და ყველაფერი დამონტაჟდება პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპი იქნება უკვე გამოსაშლელი საწოლის აწყობა და მატრასის შეკერვა და ყველაფერი რა. კაი, დავიწყოთ. პირველ რიგში ახლა ავზომავ ამებს, გამოვჭრიფიცრებს და დავიწყებ ამას რა და ამის სასრიალებელს სალასკებზე არ ამყავს, იმიტომ რომ ამ ხელაწონას ვერ გაუძლებს და რაც გაუძლებს ძალიან ძვირი ღირს ალბათ რომ გამოწერო და კარებების სასრიალო გორგოლაჭები რაცა ეს უძლებს 100 კილოზე მეც და 4-ვე მხარეს ამას დავუყენებ და ამით ისრიალებს გამოვა შევა. მაცივარი მუშაობს როგორც 220 ვოლტზე ისე 12 ვოლტზე, რომელზეც გინდა შეაერთო, მაგრამ მე რახან 12 ვოლტზე ადგილი არ მაქვს, 220-ზე ვამუშავებ რა, ამაში ერთდება. აქა კონტროლერი, ჩართვა-გამორთვა, მარეგულირებელი და 40 ლიტრიანია, საკმაოდ კაი ზომისაა და საყინულად გამოყენებად შეიძლება მინუსებშიც გადადის. ვიწყებ ახლა მაცივრის ჩასადების კეთებას, რომელსაც ბორბლებს დავუყენებ და შევასრიალებ, გამოვასრიალებ. ახლა წავიდა უკვე კონსოლის ამოჭრა. ჯერ ზომაზე უჭრი და მე უკვე კედლის ფორმას ვაძლევ, ამის მიხედვით ხაზავ, როგორც წინა სერიებში გავაკეთე და ჯდება ზუსტად კედელზე, იმიტომ რომ კედელი ხო მოღუნულია ცოტა. ესე ჩამკეტიც გავუკეთე, რო არ გამოსრიალდეს მოძრაობისას, გაწევ, გამოწევ, ესეც გინდა უზო. ეს ადგილი იქნება ყველანაირი კონტროლერის. ნათურების ჩამრთველებიც მან დაყენდება და დიზელის გამათბობელის და ვენტის პულტიც მან დამაგრდება რა ამ ადგილას, EcoFlow-ს გვერდზე. და მაქს სექციაში, სადაც EcoFlow დგას, მთელი ელექტროობა მან მოიყრის თავს. ეხლა უკვე ვაყენებ ნათურის ჩამრთველებს, ერთია სამზარეულოს ნათურის ჩამრთველი, მეორეა შუაში სამი ნათურა რო გავაკეთე, იმის ჩამრთველი, მარეგულირებელი ჩამრთველები.
hear more than me. Cat gets your tongue when we're talking about what I need. Think you're the silent type. That ain't what I like. I need a man who knows how to speak. ეს დიზელის გამათბობელის კონტროლერი, მაგაში გაიული შნური და გარეთ კონტროლერი დამაგრდება, საიდანაც შეიძლება მართვა გათბობის. I want a man to keep me company. It's up to me. და ესეთი წვრილმანები უკვე ბოლოსთვის შემოვინახე ამის სამაგრი რო გავაკეთო და ეგეთი რაღაცეები პულტის დამჭერი მაგნიტზე გამოვწერე და მაგას ვაფშე ბოლო სერიაში განახებთ. აქვს ადე ტაიმლეფსით მეჩვენებინა რას ვაკეთებდი, მაგრამ რთული გამოჩნდა კამერა ისე იყო და ეხლა გაჩვენებთ რას აკეთებს რა აქ. ესეთია საბოლოო ვერსია ელექტროობა. ესაა 12 ვოლტის 220 ვოლტზე გარდამქმნელი, რომელზეც დიზელის გამათბობელია შეერთებული და მე მაქედან გასული შნური უერთდება შტეფსელს. ეს არის პეკრონი, რომლითაც იტენება მანქანის ალტერნატორიდან 500 ვატით ეკოფლოუ და ეს არის ფიუზ ბლოკი, რომელზეც შეერთებულია ვენტი და წყლის ტუმბო. ესია დაორგანიზებული ზევიდან და იმ შუაში შტეფსელი როა იქ ერთდება მაცივარიც, დიზელის გამათბობელიც. აქედან უკვე გამყავს მილი დიზელის გამათბობლის ბაკამდე, რომელიც უნდა დავაყენოს ძღოლის სავარძლის უკან, რომ ძღოლის სავარძელს რო გადაწევ, ეგრევე კალონკაზე შეძლო ჩასხმა დიზელის. ცოტა დახრილად ვაყენებ, რომ კუთხეში მოგროვდეს მთელი დიზელი და ბრუწვეთამდე შეიძლებაოდეს გამოყენება. აქ უკვე საჰაეროებს ვაკეთებ, მაინც ჰაერმა რო იტრიალოს და გაგრილდეს ელექტროობა. ეხლა ვაკეთებ ასახსნელ კარს, რომელიც წდომას მოგცემს ელექტროობაზე და ზევით უკვე გავაკეთებ ესე გამოსაღებ თაროს, სადაც იქნება სათავსო. The time
we stay? Let's just stay. It's a beautiful, wonderful day. We rode our bikes down broken streets. We chased the sun, chased the sun. The day was great, we made it shine. აქეთა კონსოლი მორჩა მთლიანად, როგორც მინდოდა ისეთი გამოვიდა და ეხლა უკვე გადავდივართ საწოლის კეთებაზე, გამოსაშრელი საწოლის. გასაშრელი საწოლი ცოტა ისე ჟღერს და ეს პირდაპირ მნიშვნელობით გამოსაშრელი საწოლი იქნება. საწოლი ორ ნაწილადაა გაყოფილი, იმიტომ რომ ფანერაც არ მაგხელა რომ ერთი მთლიანი გავაკეთო, თან ესე უფრო კომფორტულია, შეიძლება ორ ნაწილად გამოიშალოს და კუთხე დივანივით გახდეს რა, უკან ფანჯარასთან შეგიძლია მარტო ეგ მხარე გამუშალო და დაჯდე მიეყუდო, ფეხები გაშალო და ფანჯარაში იყურო, ისე რომ მთელი საწოლი არ გაშალო. ეხლა ამეებს რას ვხაზავ და რას ვჭრი, ყველაფერს მიხვდებით ადვილად, იმიტომ რომ საერთოდ ყველა ნაბიჯი გადავიღე, როგორ გავაკეთე ეს გამოსაშლელი საწოლი. Baby, why won't you talk to me? Can't get your tongue when we're talking about what I need. Say what you will at the hardware store. Don't get you started talking about sports, baby. Why won't you talk to me? Can't get your tongue when we're talking about what I need. Think you're the silent type, but that ain't what I like. I need a man who knows how to speak. So talk to me. საყდენი უნდა გამოუჭრა ორი ზუსტი ერთნაირი ზომის ფიცრები. ეს ზევიდან რაც დავადე, ეგ გამოყვება უკვე გამოსაშლელ ნაწილს. ამ გამოშლილ ნაწილს საყდენი რო ქონდეს და ქვევით რაცა ეგ დარჩება თავის ადგილას, სულ ერთ ადგილას იქნება და გამოშლის შემთხვევაში შუა ნაწილზე მოუწევს რა, თუ შეკეცილია გარე ნაწილზე. და საყდენი ექნება ორივე მხარეს. ამ შუა ნაწილს, ანუ შიდა მხარეს, ეხლა რასაც ვხაზავ, ამას რო გამოუჭრი, იქნება გადმოსაღები და შიგნით უკვე სათავსო გაკეთდება. ეხლა ესე სიტყვიერად ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, აუცილებლად მიხვდებით აი შემდეგ კადრებში. უკვე რო დავამაგრებ. Think you're the silent type, but that ain't what I like. I want a man to keep me company and talk to me. Baby, won't you talk to me? Hanging on, walking tall. Some days I got no use for it all. Working hard, making less. Some days are bad, bad at
myself to thinking I could make something of me. Playing every game except the lottery. Serving everybody else and told myself I'm free. Misery is a showy state of bad company. Foolish notions, foolish lies, foolish notions. They cut me down to size. You came along and lifted me up. The going got tough, but the tough got some love. Foolish notions, foolish lies, foolish notions. საწოლის ეგ პატარა მხარე გავაკეთე, ახლა უკვე ვიწყებ გრძელი მხარის გაკეთებას და ზუსტად იგივე პრინციპით ვაკეთებ. უბრალოდ ექნება ორი გამოსაღები, სათავსო და შუაში ამოუჭრი მრგვალს, სადაც გამოვა სითბო ეს დიზელის გამათბობელიდან. სპეციალური მილი რაც მოყვება, იმას ჩავაშენებ თვითონ საწოლში.
ვამაგრებ ახლა თხელ ფიცარს ამ ადგილას, რომ გამოსაშლელი ნაწილი ქვევით არ ჩავარდეს ხოლმე, როცა შეიკეცებ. საწოლიც მორჩა, ძალიან კარგი და მყარი გამოვიდა და ეხლა უკვე გადავდივარ დავაყენო ეს მილი დიზელის გამათბობლიდან. ეს რაც მოყვება თავი, სატრიალებელია, ტრიალდება და სითბოს საითაც გინდა მიმართავ მე. საწოლიც მორჩა და ეს სერიაც დამთავრდა. ეს გაკეთდა ყველაფერი აქ. რეალურად კაი ხანია მორჩი, იმდენი ხანია მორჩი, რომ აქეთ ამ ხარი საწყობილი მაქვს, უმაგიტო მაქვს გადაღებული ცოტა ისე რომ აქეთ არ გამოჩდეს. ძალიან მაგარი გამოვიდა რა. რაღაც დეტალები კიდე მაქვს დარჩენილი. ხო, მოკლედ, სანამ ისინი გავაკეთე, მაგამდე ამას ვაწყობდი და ეს ცოტა დამეზარა ამების კეთება და მაგიტო ვიღებ ესე ცოტა გვიან, ვიდრე რეალურად მორჩი აქეთ ამ ხარის მთლიანად. მატრასი. ეს არის გაყოფილი, ეს ხო გავაკეთე 4 ნაწილად გავყავი რა. ერთი იქით გამოსაშლელი, რომ იქ თქვათ მთლიანად გამოშლა არ გინდა და პროსტა წამოწოლა გინდა, ესე ფეხები რო გაშალო და პანჯარაში იყურო რამე ხედზე. იქით იშლება. და ესა ერთ-ერთი ნაწილი. როგორ გავაკეთე ესენი? აუჭალაში მიგვაგენი ეს მატრასის გუბკებს სადაც ყიდიან, მგონი ანდრონიკა შვილის ხუჩაზე. კარგი, აუჭალაში აისბერგის საწყობი, ვისაც არ უნდა გითხოთ, ყველას ეცოდინება რა, აი, ყინულის მაცივრებს რო აკეთებენ. აი, მაგის გვერდზე ასახვევშია და მერე მარჯვნივ ეგრევე დიდი ის საწყობი და აქვს სხვადასხვა სიმკვრივის გუბკები რა. ესა 32 სიმკვრივის ყველაზე მაღალი სიმკვრივის, იმიტომ რომ თხელს ვაკეთებდი და მინდოდა კაი სიმკვრივე ქონოდა 7 სანტიმეტრი რა, რამ სიცოცხლეც გინდათ იმ ხელას მოგიჭრია. აი ეს ჩემი გადაჭრილია უკვე ზონებზე.
ეს დივანის ნაჭერი ვიყიდე, რომელიც ჯამში დაჯდა. თავის მეიკებიანად მეტრობით იყიდება ეს მეიკებით, რაღაც 120 ლარი მგონი. ეს ვიყიდე კინო საქართველოსამდე, სანამ საბასთან ჩავუხვით კინო საქართველო, ხო? მაგამდე სამრეცხავები რო იყო და მაგის გვერდზე არის ნაჭრების და რაღაცეების მაღაზია. და მანდ იყიდე. მეტრობით აჭრევინებ და მე შეაკერინებ სადაც გინდათ. და ესეთი ბალიშიც გავაკეთებინე, მეორეჯერ არ გაკეთებულა, სიფტიკონით ამოვსებული და ქაურობაც მორჩა რა. ამ საწოლის გაშლას ჭირდება დაახლოებით 30 წამი მაქსიმუმი რა. ადგები ეგრევე. გამოწევ, ამას წამოიღებ, ჩააგდებ და ეკა. მე სადმე მექნება შედებული ის, მაგალითად აქ შეიძლება შევდო უკვე თეთრეული და რაღაც რა ეგრევე დახვეული გადააკრა დაიწინო. ძალიან კომფორტულია და ძალიან კაია. სიგრძეში ყოფნის, ყველაფერში ყოფნის რა. ეგა, წავედი, გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ რა არხი და შემდეგ ვიდეოში უკვე იქით ამ ხარის აწყობას განახებთ, რომელიც რეალურად უკვე აწყობილია დროებით.